22 თებერვალია სურწყუნისში. ანუ ყველიერის ბოლო დღე. იყო ხორცელი კვირა, არის მე მოყვება ყველიერის კვირა და დღეს ბოლო დღეა და დღეს დიდი რეიმია, დიდი დღესასწაულია საქართველოში. არა მარტო მიტეების კვირა და შენდობის კვირა, რომელიც ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში და ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, არამედ დღეს საქართველოს უმეტეს ნაწილში ტარდება და ტარდებოდა ოდითგან ბერეკაობა. ჩვენ ამ თემაზე გექნება თავისთავად ხალხია საუბარი. ბერეკაობაზე ოღონდ უნდა თქვათ, რომ რაც დღეს ხდება ბერეკაობის სახელით, ამას არავითარი კავშირი არ აქვს და საერთო იმ ნამდვილ ბერეკაობასთან, რომელიც გონი რამოდენიმე სოფელშია შენარჩუნებული და მათ შორის დღესდღეობით ნამდვილად ვიცი, რომ დიდ ჩაილურში მიპატიჟებული ვიყავით ქალბატონი ეკა ჭიკაზესაგან იქ ტარდება. აი იმ ნამდვილი სახით როგორც უნდა ტარდებოდეს. მეც მონაწილე ამ რიტუალის ბერეკაობის, ამიტომ კიდეც აღწერ როგორ ტარდებოდა და მე ეს რიტუალები რიტუალი რა კავშირშია ვეფხისტყაოსანთან რა საერთო აქვს ქრისტიანობასთან, ამ ყველაფერზე გექნება საუბარი. ეხლა კი ყველას გვახსენდება რა ქვია უკვდავი მურვალებაინძის ლექსი და სიმღერა გაზაფხულის შემოსურალიან, იმიტომ რომ გაზაფხულის უკვე ტრიალებს ჰაერში და რიარიაც გაუმართავთ ჩიტებს. და არა მარტო რიარია გაუმართავ და მარტო ხეები ემზადებიან გაზაფხულისთვის. აი დღევანდელ დღეს უკვე იწყებდნენ ძველი მამაპაპანი, ანუ გუთინზედები ჭაპანის ღვედის გამართვას უღელი გუთანი მოყავდათ წყობაში, იმიტომ რომ ხარებობის შემდეგ იწყებოდა უკვე მიწის დამუშავება, პირველი ხნურის გავლება და მარტო ბერეკაობა და ჭონაობა და ალილობა კი არა, ულამაზესი რიტუალია. ულამაზესი რიტუალი, როცა გუთინზედა დააყენებს ხარებს მინდორში, საანძის მოხნავს, გამოიტანს კვეცხს, ორ კვეცხს შუბზე, ესე იგი რა ქვია, გატეხს ამ კვეცხს, სანთლებს აუნთებს რქებზე და საგუდაგულო, საგანგებოდ გამოცხარ ხავიწიან ქადას უღეზე გადატეხავს და დაილოცება. აი ამაზე დიდი მადლი და ამაზე დიდი სიწმინდე არც არაფერი არ არის და მე მიდის და მიდის ჭეშმარიტი ხვავი და ბარაკა და პირველი სრეის გაივლება. ამდენად მე დადგება გუთინზე და მე როგორც მითხეს, ესე იყო მესხე ჯავახეთშიაც და ჩემი თვალითაც მინახავს წინ საფარიათ გუთინზედებს და სამგზის ისვრის, აი ამ მარცვალს ერთი ცის ფრინველებს, მეორე მიწის მუშაკებს, ლაპარაკია თხუნელებზე და ასე შემდეგ. თავგებზე იმათა თავისი წილი ეკუთვნის, ნაწილი ჩემ ცოლშიც აქვს, ასე რომ იქ ყველა გადასროლი მარცვალი არ ეკუთვნის ოჯახს, უნდა ღვთის ქმნილებამ ყველა თავისი წილი წაიღოს. ერთი სიტყვით დღევანდელი დღე არის სამზადისი გაზაფხულის და გაზაფხულს ვეგებებით. რაც შეეხება ბერეკებს, ალბათ უპრიანია ამ გადაცემას დაერქვას ბერეკაობა, ანუ გაზაფხულის მეკვლეები, იმიტომ რომ პრინციპში ეს მეკვლეობაა და არა დაუშვათ ის, რომ კარდაკარდ ჩამოიარონ და წაიღონ მარტო სანოვაგე და ხელი ჩაყო კარათასაო და დედიეთი კვესხი მომერო. ამის მიღმა სხვა რაღაცებია სული ეპრანში და ამას შევეხებით. დღევანდელი დღე არის ქრისტიანულად მიტევების დღე, შენდობის დღე და ბუნებრივია ლოგიკურად კითხვა ისმის, რომ როგორ შეიძლება რომ ერთმა დღემ ადამიანი აცხონოს. აი ერთმა დღემ როგორ შეიძლება ადამიანი აცხონოს, მაგრამ უნდა გავიხსენოთ და უნდა გაგვახსენდეს, რომ ზაქე, რომელიც ყველაზე მიუღებელი კაცი იყო მთელ ქალაქში ცხონდა, მამა თეოდორ გიგანძეს თქვენს არ იყოს, ლამაზი თქვენს არ იყოს, მეზვერე რომელიც თავისებური კაცი იყო მრევლში, ისიც ცხონდა და აი უძღებიშვილი, რომელიც არ იყო ღირსი, რომ მამას მიეღო, ოჯახში ზღებულობენ და ჩაიხუტება კიდეც მამამის. ლაპარაკი აღარ არის მარტო იმ ავაზაკზე და ყველაზე, ანუ ისინი ცხოდნენ ერთი სიტყვით, რომ მოგვიტევე და შეგვინდე უფაო და მამას პატიებას თხოვეს. ერთი სიტყვა, ერთ ჭეშმარიტ სიტყვას შეუძლია ადამიანი
გადაარჩინოს, იხსნას, აცხონოს და მოდი ეს რომ ჭეშმარიტად ასია და რაღაცა პირობაა ჩადებული მათემატიკური თეორემასავით, რომ თუ ამ პირობას შეასრულებ, თუ აი მაშინ გადარჩები და რა თუ ამას ყველაზე უკეთ ამ წამას ამ გასაღებს გვაძლევს დავით გურამიშვილი, რომელსაც ვაჟა-ფშაველა ეძახის შენ შემოწინამორბედო უზრიფასერის პაპა. მოკეთ მოვუსვინოთ ახლა ჩვენ დავით გურამიშვილის პოეზიას. ეო მეო აქეთ მომხედეო, რას მოგითხოვს საყვარელი ყური დაუგდეო, თუ ჩემ საწყენსა რა შიგმე თავი ჩაიგდეო, ან შეგემთხვა რამ სოფელსა მი დაიკოდეო, აწეს არის მის წამალი წყლუზე დაიდეო. წამალი პირველი, რა არის წამალი? ჩემ სახლამდის მოაღწიო, ამდენს ეცადეო, რაც მაწყინე მისი მითხარ გწოდე შემინდეო, თუ გულმხურვალეთ ეს ბოდიში შენ მოიხადეო, მერმე შენი განსვენება ჩემზე მოაგდეო, თუ ვითარ გაგაყმაწვილო აღარ დაბედეო, არა გაგდეს რა საჯარო სულ იხარებდეო. ანუ მთავარი პირობა რაც აქ წაყენებულია ამ დავით გურამიშვილის ლექსში არის რომ ეს მონანიება და ეს შენდობა უნდა იყოს გულწრფელი და გულმხურვალე და ბუნებრივია რომ წრფე იმიტომ სიწფეება და წრფელი სიყვარული გულწრფელობა რომ ეს წრფე პირდაპირია და არ უხევს აკეთეგი და ეჭვი არ გეპარება ამ არც აღსარებაში, არც ბოდიშის მოხდაში და არც ყველაფერში. ეხლა მოდი მიყვეთ წამალი მეორე რა არის რომ ლექსი დავამთავროთ და რა კავშირშია ეს ბერიკაობასთან. რაც რომ ანდეჯად დამეგდოს აღასრულებდეო, რა ანდეჯი დაგიბარა მაცხოვარმა წმინდა წერის მიხედვით. ღარიბს აჭმევდე, მშიერსა წყურვას ასმევდეო, შიშველს შემოსდე უძლურსა, სნეულს ნახვიდეო, საპყრობილებში მჭუნრაეთა ნუგესასცემდეო, პატიმას ტყვესა უცხოსა შეიწყნარებდეო, შეიმსუბუქე ცოდვანი ვიდრე ასწონდეო, ისეთი სახით მეჩვენე გნახო მამწონდეო. ბუნებრივია ყველას გვახსენება პოემა ტყაოსინიდან შესაბამის სტრიქონები, რომ მომეც მიჯვრდა სული სიკვდიმდე გასატანისა, ცოდოდა შემსუბუქება მუნ თანაც ასატანისა, ბერეკაობა გვეხმარება, ჭონაობას გვეხმარება და აჟირობას გვეხმარება ჩვენ ცოდვის შემსუბუქებაში, იმით რომ აქ რა ჩამოთვლილია მშიერს აჭმევდეო, სნეული მიიღეო, წყურვას ასმევდეო და მთავარი შეკითხვა როგორი იყო, რასაც მაცხოვარი ეუბნება აი ამ მრევლს. კი მაგრამ რომ კითხავთ სად გნახე, რომ მშიერი, წყურვალი გვეჭმია ჩაგვეცაო, მე თქვენ გეტყვით რაოდენი უყავით ეთა ძმას, ამათ ჩემთანგას ესმე ვიყავითო. ასე რომ ბერიკები, ალილოს მახარულები და ჭონეს მახარულები მაცხოვრის და უფლის თანამუშაკნი არიან და თანამწირულები არიან აი ამ გაგებით. იმიტომ რომ აღარ კონდეს ადამიანს სათქველიო, სადგნახეო, ჩაგვეცადო გვეჭამავო, აი მიდიან ეს ჩამოძორდნენ, ჩამოკოკვილი ბერეკები თავიანთი შეძახილებით და ყველა ოჯახი ელოდება რომ გაიტანონ და გასცეს. ამიტომ გაცემა გასცეს დიდი სიხარულით, დიდი მადლიერებით. აი ეს ეჯაჭვება ერთმანეთს დღევანდელი დღე ბერეკაობა ამ დიდ ქრისტიანულ სწავლებას. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი რამეა საერთო ბერეკაობასა და ამ ქრისტიანულ ტრადიციებს შორის თორე საუბრის დაწყებამდე ვესაუბრებოდი მეგობრებს, როგორ შეიძლება ამაში რომ არ იყოს დიდი რამ სულიერი და დიდი რამ ქრისტიანული 2000 წელი კი არა, 2000 წელზე მეტი ხნის იქით ეს ტრადიცია შემოენახა ჩვენს წინაპრებს. და ეხლა მოდი ალბათ უკვე დრო არის რომ აღწეროთ მაინც რა არის ბერეკაობა, მით უმეტეს ამას ვერც გავბედავდი, მე რო არ ვიყო კიდეც მხილველი და კიდეც მონაწილე გარკვეულ წილად ამ რიტუალის, რასაც ბერეკაობა ქვია, რომელიც არც იწყებოდა სოფელში და არც ამთავრდებოდა, გადადიოდნენ ერთ სოფლიდან მეორე სოფელში, დაუშვათ დიღმიდან მუხრანიდან ლამისყანაში, გავალსიდან გრემში, საბუენის სილდა და შილდიდან გურჯაანის სოფლებში და ასე.
კაკაბედინის ჩალობანში და ესე იგი მოკეთ ეს იყო მთელი კვირა გრძელდებოდა და მაინც რა იყო პირველი ნაწილი იმოსებოდნენ ნიღბებით ეს ნიღბები იყო ჭრელი ლენტები თექა თავარი რაზეც უნდა გაწყობილი იყო სარკე იყო დამაგრებული ბევრს ქონდა სარკე მე მინახავს მაგალითად ბუმბულები აუცილებლად პირითა თვალების გამოსაყვანად გოგრის თესლი აუცილებლად უნდა ჭეოდათ მწყემსის კომბალი ხელთ და ძროხის კუდი და ამობრუნებული ტყავი ან ცხრის ან თხის და თავადან რაც თავარი მოდიოდა ხელმწიფე ანუ ყენი ეს ყენი მე შემოსული ტერმინია იმიტომ რომ როგორც შოთაიძახის რომ ნახე ეს ამბავიო სპარსული ქართულად ნათარგმანებიო ჩვენ ყენს ვეძახით და რეალობაში ზის ხელმწიფე რომელსაც ახურია კონუსებული ქუდი და ეს კონუსებული ქუდი როგორც კარლ იუნგი იძახის ეს არის კავშირში რა ქვია და ახალწელთან და კარლ იუნგი იძახის რომ გზაჯვარედინი საცატარდება მთავარი რიტუალი ეს დაკავშირებულია დედასთან და რა ხდებოდა მაინც აი ამ გზაჯვარედინზე რა ხდებოდა და გაჩერდებოდა ეს ურემი რომელზეც იზა კოფოზე ყაენი ადგებოდა ამ თავისი მოლამაზებული ქუდით კონსებული ქუდით გაიკეთდა მოიგებდა ჭოგრიც დურბინს და დაიძახებდა სამაგიურს სიტყვებს ფრიმ ფრამ ფრუმ და ბუნებრივია ყველას გახსენდებათ რომ აი ეს სამი გმირი ფრიდოინ ტარიელი და ავთანდილი რო გახურებენ და ის ნახატ ზიჩის ნახატის იმ ქაჯეთის ციხეს ალბათ ეს სამი სიტყვა ითქვა მაშინ ფრიმ ფრამ ფრუმ ანუ როგორ უნდა აღებულიყო და თითოეული მათგანის მოდელი თუ მეთოდი როგორ უნდა დაიწყო ქაჯეთის ციხე ამ სამ ფორმულაში მოქცეული და მოენე თარგმნიდა დიდმა ყაენმა ბრძანა აი დიდმა ყაენმა რა ბრძანა მე რო უკვე ეს მოენე თარგმნიდა რომ ჯერთი თუკი სოფელში რაიმე იყო აღსანიშნავი აღნიშნავდა მოენე თუკი რამე ძვირი იყო ან გზა არ მოეწონებოდა და ანუწყლობა იყო მასაც ითხოვდნენ ეს სიტყვით მოენე და ყენი იყვნენ სოფლის შემფასებლები და მიდიდა სოფლის მხილებაც და სოფლის მოფერებაც და სოფლის ისტორიასაც ყვებოდნენ ეს დაახლოებით ჩვენ გვაგონებს რა ამბავის ახსენილია კანაკარანდაძეს თავის ლექსში ქორწილიერის შუაფხორს ლუდით ქვაბიდობს მჭქეფარი რუჯის სუფრები გაშალეს ტკბილი მოუბარებს მყეფარი ვინ იყო ეს მყეფარი რა ფუნქცია ჰქონდა აი ამ მყეფარს ამ მყეფარს ის ფუნქცია ჰქონდა რომ ესე იგი მაგდა იყო ცაგე გაშლილი მიქონდათ ამ ნეფეპატაძეს გადასაზემი საჩუქრები და მყეფარი ანუ ესე იგი ეს პიროვნება არ იყო ხელის მომკიდი არც იყო თამადა სუფრის იყო მისი ფუნქცია შემდეგი რამე სუფთა ქრისტიანული ფუნქცია რომ აი ჩვენ წინაშე აი დაუშვათ ვინ აბა ქიტესა თუ შავგოგია და ხოიც როგორი მეძირე კაცია ძუნწი კაცია მაგრამ აი წერზე მოიხსნა ქამარ ხანჯალი ვერცხლის და ნეფეპატაძას ჩუქნის იმიტომ რომ გაიხარ ახალ ყოველის ბედნიერება და მყეფარი ააშენოს და მთელი ეს ხალხი მეკორწილეები ააშენოს და ამშენოს აი ეს ეხდებოდა ადამიანის ცხონება და გადარჩენა ერთი ჭიქა წყლით ერთი ლუკმა პურით და ერთი სიკეთით შეიძლება ადამიანის გადარჩენა როგორც ზესტაფონი არ ნიშნავს აი ამ ქალაქ ზესტაფონს არამედ ნიშნავს ედემის ბაღს სამოთხეს რომელიც დავკაკეთ რომელიც უნდა დავიბრუნოთ ამიტომ სიმღერა ზესტაფონო გშორდები შორს მივარ გემშვიდობები ლაპარაკი არის იმ ადამი და ევას სიმღერაზე როცა მოდიან იქიდან ვაიმე ჩემო ვენახო 7 წელიწადს ვერ გნახო ანუ ეს არის ქვედა ვენახი მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი მამა ჩემი მე ვენახე რომელიც დღესავამდე მოქმედავს ის არის ზედავენახი აი ეს ვენახი დავტოვეთ რომელსაც ჩვენ დაიბრუნებთ და დავბრუნდებით მაგრამ აი ეუნება გოგობის რომ სადავოლი გოგო შენ ზესტაფონელი ვარ მომიტეხე ჭადი მოკითხავ ყველსა ანუ შენ თუ გინდა დაიბრუნო დაკარგული სამოთხე მაშინ უნდა გაასწე რაღაცა და უნდა მიიღო რაღაცა და უნდა მიიღო მადლიერებით აი ეს არის ამ სიმღერაში გადმოცემული ანუ ყეფაის ფუნქცია არის რომ აი ამ მეკორწილიებს ნეფეპატაძას შეეწიოს იმით რომ ქორწილია ის საშუალება
ადამიანმა კიდეც აღსარება ჩააბაროს, კიდეც მოინანიოს აი ამ სიკეთით ანალოგიური ფუნქცია აბარია ყაენს იმ ბერეკაობის თუ ხელმწიფეს და აი ამ მოენეს რომელიც აძლევს საშუალებას ამ ბერეკაობის პროცესზე და რიტუალს რომ სოფელი გადაარჩინოს, სულიად გადაარჩინოს სოფელი. თვითონ ამ ბერეკაობა ტერმინი მოდის ბერიდან, რომელიც ნიშნავს შვილს, კას სიცოცხლის საწყისია და ამას ეძახიან შავშეთში და ოკლარჯეთში ბერაობას, ანუ ღვთისშვილობას. ანუ თუ კი კიდაშ რომ ღვთისშვილი გახდე და ღვთისშვილობა დაიბრუნო როგორც უძღებან შვილმა, მაშინ უნდა აი ამ რიტუალს ამ თვალით უნდა უყურებდეთ ჩვენ აქვეა ბუნებრივია და არა სხვანაირად. ეხლა რაც შეეხება თავარი შეკითხვა კი მაგრამ რა კავშირშია ყველიერი ეს რატო აი რა ერთ-ერთი ახსნა ამისი არის შემდეგი რომ ეს არის გარკვეული ეტაპები, გარკვეული გრადაციები, გარკვეული აღკვეთები, რომ უნდა ადამიანმა აღკვეთოს ხორცის მიღება, მერე ყველის მიღება, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი ალბათ რის რაც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს ახსნად ეს არის რომ ესე იგი ბჟა არის მეგრულად ლაზურად მზე ჩხანასაც ეძახიან და ასევე რძესაც ეძახიან ბჟას და რძე ითვლება მზის აი ჩვეულ ამათ ანუ მადლად რომ რძიანობა არის მზის მადლი და აქედან გამომდინარე არსებობს გარკვეული დღესასწაული ხერსურეთში ზის სვარობა როცა იხსენებენ მიცვალებულებს და როდესაც გადის მინდია იმ მიღმა ქვეყანაში ამას ქვია გავიდა გაღმა და გამოვიდა გაღმა გაღმა დინარის გაღმა კი არა ჩვენი წინაპრები გადადიოდნენ ზეგრძნობას სამყაროში და იმ სამყაროდან შემოდიოდნენ ეს იყო გავიდა გაღმა გამოვიდა გაღმა და მარილი მოიტანაო ეს მარილი იყო აი სიბძნე რაც შემოქონდათ და ამდენად აი ამ დაბრუნების ჯამს როცა მინდიას დედა მიართვენს ხორცეულს ეტყვის მინდია მზის ცვარი მამიღ მზის ცვარი ანუ რძე და რძეში ჩავშვნი პური ერთი სიტყვით ეს მზის ცვარობა არის სულიერ სამყაროსთან კავშირი. ამიტომ დღევანდელ დღეს მთელი სლავები ეძახიან მასრეინცას მთელ კვირეულს და მასრეინცაზე მთავარი რიტუალი არის თოჯინის გაკეთება, რომელიც არის წარმავალი ზამთრის სიმბოლო, ანუ უნდა ზამთარი გააცილონ, ახალი, ანუ გაზაფხულის მობრძანება და გაზაფხულს ელიან აი ამ ბლინების ცხოvi და ბლინების მირთმევით სტომრიანობით, იმიტომ ბლინი არის როგორც ჩვენი ქადები და ხაჭაპურები მზის სიმბოლო. ეს სიტყვით ეს ტრადიცია მაინც უკავშირდება დალოცვილ მზეს და მზეს უკავშირდება თავისთავად ცხადია ეს ალბათ იმითაც დასტურდება რომ თავარი ბერიკა არის ტახბერიკა რომელიც ტახბერიკას და რომელიც ტახი და ღორიც საერთოდ მზის ცხოველად ითვლება ამაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღებას რაც შეეხება კიდე მეორე ის თქვენს გვინდა გახვა გვახსენდება მეგრელაური ვინც მიყავთ ღვთისშვილებს ქაჯავეთში და ცხოვენ ერთმანეთს რომ არაფერი არ ჭამოს რომ ადამიანის სუნი დაკარგოს აი როცა დევი მიდის ეუბნება დედამისს რომ ადამიანის სუნი მცემს ანუ ადამიანმა უნდა დაკარგოს სუნი რომ ანგელოზური ბუნება დაიბრუნო აი როცა მინდია მიდის მინდია ლანძს კარგავს ანუ მინდია კარგავს ხორციელებას და ვერ გაუძლებს ამას ცუნებას გახვა შეჭამს ყველს და შეარქვევენ მეპურყველი გახვას და მე სთხოვებ თიშილები რომ სული ამოვიდეს ხედავდნენ ისე წაიყვანონ იმ ქაჯავეთში ეს სიტყვით ეს ყველიერის კვირა ეს არის ხორციელისაგან სხეულისაგან დამშნელება და სულის მომზადება აი ამ სხვა რეალობისთვის აი ეს არის სულის ის თქვენს მინდოდა ყველიერთან დაკავშირებით ესე იგი მოკლედ როგორც თქვით ბერიკებს აცვიათ გადაბრუნებული ტყავი ამობრუნებული ტყავი ესე ძალიან დიდი სიმბოლოა რომ უნდა ადამიანმა ის სამოსელი პირველი დაიბრუნოს როგორც დაიბრუნა და მამამ დაუბრუნა უძღებ შვილს და აი ამ კუთხით და აი ამ განწყობით და შევხედოთ ამ რიტუალს და მოდი ახლა ისევ დაუბრუნდეთ თავარ ამბავს ვინც ხონდებიან და ვინ არ ხონდებიან აყენეს მარჯვნივ ადამიანებს მაცხოვარი და ეს არის ჩვენი ყოველდღიური გამარჯვება გაგიმარჯოს რომ უფლის მარჯვნით გარიყავი
და ესაა ჩვენი ასო ქ ძველ ქართულში, რომელიც ასე იწერება, ანუ მარჯვენა მხარე აწეულია ზევით და მარცხენა ქვემოთ, ეს არის ასო ქ, ანუ ქრისტიანი ადამიანი უნდა ცხონდეს, გადარჩეს, ოღონდ ის მარცხენა ბოლო ვერ ეღისება და რატო რა არის ამაში ჩადებული? მე თქვენ გეტყვით, ანუ მიმართავს იმათ, ვისაც უფალი გადარჩენის შვილებს, ხსნის შვილებს, ანუ ცხვრებს უწოდებს. შიოდა და მეცით მე ჭამადი, წყუროდა და მასვით. შიშველი იყო და შემოსეთ და ყვება და მე პასუხი საზნახეთ უფალო რომ ფშიერი გვეჭამა წყურვალი გვესმია შიშველი ჩაგვეცა ყოველი კაცი თქვენგან არ განკითხული ეს მე ვიყავიო ეუნება რა ქვია იმ თხებს ოღონდ ცხრებს ეუნება რაოდენი უყავით ერთად ძმას ამათ ჩემთაგანს ეს მე ვიყავით ანუ უფალი ყველა შეჭირებულს და ყველა გაჭირებულს უძახის არა მონას, არა მეგობარს, არამედ ძმას. აი ამ ძმობის სიწმინდით ცხონდებოდნენ ადამიანები და ბერეკაობა ამაში ეხმარება ზუსტად ადამიანებს, რომ ამ გაცემით სულებით იცხონონ და როგორც იძახის უფალი მათეს ოჯახში დღეს ცხონდა ესახლიო, სახით აცხონონ. ეხლა დაუშვათ მაგალითად ვერ გაიგო ადამიანმა ან ბახჩაშია გასული ან ლოდიში დაიღა და წამოწვა დაიძინა აი ესეთი ლექსია ბერიკაი კარსაო გიჭყრიალებს თვალსაო ჩქარა თურას გამოვიტან თორე გიმტრევ კარსაო აქ ბუნებრივია ყველა ადამიანი დაინახოს ძალადობასო აი მათი მთავარი მოტივი არის რომ რაღაცა წაიღონ ფული ჩურჩხელა ჩირი ღვინო ყველაფერი რაც მოეხერხებათ გამოიტანე ნიშნავს ორი გაგებით ერთი რომ რაღაც სამავე გამოიტანე და გაგვატანე და მეორე გამოიტანე ნიშნავს ზუსტად იმესაც რომ შენი თავიდან უნდა გაიტანო ეს სიძუნწე ეს შური სიხარბე გაუცემლობა ამპატანება ყველა ნეგატივი უნდა გაიტანო და ყველა ნეგატივი გადის დღეს, იმიტომ შენდობის დღეა და მიტევების დღეა და ყველა ნეგატივი გადის, იმიტომ რომ შენ შეგიძლია სიკეთის გაცემა. აი ასე ეჯაჭვება ერთვენ შენდობის და მიტევების დღე და აი ეს ბერეკაობის მთავარი დღე, ამიტომ ეს გამოტანა მაგასაც ნიშნავს. და ბერეკები ამ ყოველ გაცემულს გინდა ფული იქემათო ძირითადად იქ მაინც კვერცხია, შოთიპურებია, ქათამიც არის ამ დოქში და ჩარეკაში ღვინოს უსხავენ, ყველაფერს ოვაციებით ხდებიან, შეძახილებით ხდებიან და ილოცებიან. ამიტომ ბერიკებს ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ გაზაფხულის მეკლეები, გაზაფხულის მახარებლები და მლოცველები, თითეული ოჯახი და სოფელი ილოცება მათ მიერ. ჩვენ დაუბრუნდებით აუცილებლად გზაჯვარედინს და თვითონაც იცვლებიან ესენი ბერეკები, იმიტომ რომ ყველა მოვალია ბერეკას იმ სხეულიდან თუ სახიდან რაღაც ბეჭი უაგლიჯოს, ანუ ის რაც აცია მას ეს გადაბრუნებული, ანუ დამახინჯებული, ანუ ძველი ადამიანი, ეს ძველი ადამიანი უნდა მოგლიჯო ეს ბეჭი და მათად სახე შავად შემურული როგორც ნესტან დაეჯანის მონებს, ნესტან დაეჯას ასმათი კია და ფატვანი ნახავს და იპონის კიდობაინდა რომ გადმოვლენ, ესეთი მონებივით არიან 2-3 გამორგულები, როგორც პრინციპში მიზანი აბა თეთრიცხრი კავშირი მიწასთან, ხლუნგთან, ნაყოფიერებასთან, გაზაფხულის სამუშაოებთან და მეორე მხრივ ადამიანს დამახინჯებული აქვს, რა ქვია, მთელი ქვენა ბუნება ძველი კაცი და მე ხდება დიდორშაბას, ანუ ხვალეძახიან წმინდა ორშაბას უნდა მოხდეს ამათი განბანვა მდინარეში ბანაობენ ყველანი მათი განწმენდა. ამიტომ ეს არის დიდი გაწმენდის რიტუალი. და ამას იმიტომაც ვიძახი რომ ეხლა ჩვენ ვიცით რომ ზედაშეში ძირითადად ისხმება საღვთო ღვინო, მაგრამ მათ მარანი იყო წმინდა და წმინდა ადგილი და აი ქვევში ასხავდნენ წყალს. რას ემსახურებოდა წყალი? ესე იგი ვლინდებოდა მთელი წლის მანძილზე ბუნებრივი ასია თუ ისია მაინც მოგიწევდა ახმა მაღალი საუბარი ან შვილის დატოქვა ან საყვედური ეს გროვდებოდა აი ამ წყალი ამ თელ ნეგატივს ისწრუტავდა ამ უბედურებას და იქავე იყო ანგელოსთა კარადა, მთავარი კარადა, ანუ მარანში ხდებოდა მთელი რიტუალები კერა და მარანში ჯვარიც კი დაუწერიათ და მარანში ადამიანი ვერ შედის ისე წარამარა რიოში თუ აი და უწმინდელი თუ აი ნალახი ფეხი თუ გააჩნია მასპინძელო ხერულო მანის კარი გიჭიალებს
გამოიტა წითელი ღვინო ყელი ჩამიმარჭიანე კაცო სადგეჩქარება რომ შენ იმან გამოგიტავს კი არ ეჩქარება ვერ შედი შიგნით იმიტომ რომ არ ეღისება თავი რომ შევიდეს თავი არ ეღისებოდაო რა ქვია აქედან გამომდინარე მარანშო შეხვიდა უნდა იმსახურებდეს შენ თვალწი რომ ქვევრი აიხადოს ამ რიტუალს რომ დაესრო უნდა იყო ამის ღირსი ამ ხელა სიწმინდე იყო მარანში და აი ესეთი დიდი ფუნქცია ჰქონდა ჩვენს მარანსაც აი ამ რიტუალებსაც და მივადაკეთ თავად შეკითხვას რატომ მაინც გზაჯვაედინი ესე იგი გზაჯვაედინზე ბუნებრივია გარდა ბერეკაობისა ალბათ ბატონებიდან ვიცით რომ როცა ბატონები ძველად იცოდნენ ჩვენმა ბავშვებმა აი მერე მის სახელს გამოაცხოდნენ ქადას გაიტანენ გზაჯვაედინზე და გატეხავდნენ და გაატანდნენ გამოვლეს ამით ხდებოდა ბატონების გაცილება ერთ სიტყვით გზაჯვაედინი არის ამ პოემაში ზღაპრებში ყველგანაც როგორც გზაგასაყარი და ადამიანის თავგადასავლების ადგილი და ხელახალიშობის ადგილი ამდენად უტრიალდებით ისევ ჩვენ იმას რომ რა ხდება ამ გზაჯვაედინზე ბერიკა კვდება აუცილებლად თუ და მოკვდარიყო ბერიკა ანუ წაქცეულიყო დაეკარგა გონი და მერე მივიდოდნენ მასთან მღვდელი ექიმი შეამოწმდნენ ვერ გაუგებდნენ ვერაფერს და ბოლოს დაიძახებდა ერთი რომ მაგას მთავარი ძაღლის გაშეშება აქვს და მთავარი ძაღლის გაშეშება სულაც არ გულისხმობს მამაკაცურ ატრიბუტებს აქ მთავარ ძაღლში გულისხმობდა აი ეს სულიერი ღერძი რაც სულიერ სამყაროს მოწყდა ეს აი მთავარი ძაღლი რომ დაკარგა კავშირი სიწმინდესა ზენა სამყაროსთან ისევ დაიძახებდა ვიღაცა ხალხიდან მაგის წამალი დუსია მოურჩენსო ამ დუსიას ეძახიან დედოფალს რომელიც სახელი იყო კეკელა ანუ რომელიც კეკლუცობს ეს დუსია ტერმინი მოგვიანებით შემოსული სახელია ერთ სიტყვით თუნესთან დაეჯანი იყო ქაჯეთის ციხეში აქ ეს დედოფალი არის ხალხის წიაღში ამ ბერიკებს ეს ხალხის წიაღიდან გამოყავთ ჩვენი კეკელა დედოფალი და როგორც კი ბერიკას ხელს მოკიდეს ბერიკა ცოცხლდება ეს ქალღმის საწყისი მას მოასულიერებს და იმართება ქორწილი აი ეს არის მთელი ულამაზესი რამ რაც ესე იგი სულდება ბერეკაობაზე მთავარი რამ და ბუნებრივია სოყლას გვახსენდება ის შეძახელი რომელიც შეძახილითაც ჩვენ მიმართავთ სიძე შეძველო კი მაგრამ თუ სიძე 20 წლის ბიჭია როგორ არის ძველი თან თუ პირველად მოყავს ცოლი აქ საიდან არის ძველი აი ძველი იმიტომ რომ იმ დედოფალმა უნდა იმაში ძველი ადამიანი ძველი კაცი დაამარცხოს რომ ეს ხელახალი ისეს ამიტომ ეს გზაჯვაედინა ბერეკაობა ახალი ქმნილება და ხელახლაშობა ამიტომ პიცი მინდა ჩაყენებულია ბერეკაობა ქრისტიანული აი ამ მორალის მეორე ჩობის და სულიერი შობის საქმეში და ბუნებრივია ამ ქორწილთან დაკავშირებით უნდა ჩვენს მახაზის უყვარდა ციკლაურს მანანა ჩეტიშვილის ლექსი ეს ლექსი აუცილებლად გავაჟღეროთ ისე აყვავდა გზის პირს ტყემალი ისე უცბად და ისე მალულად თითქოს ამდგარა თეთრი ქარწული და ქორწილიდან გამოპარულა ამდენად ბუნების ქორწილის შემზადებაცაა ჩვენი ბერეკაობა აი რა სიმღერა რომ შემოდგომაზე მითხარ ასულო თველი არ თუ შენი ქორწილიო ეხლა ბუნებრივია თქვენ დამტკბახართ და იმ ულამაზეთის სანახაობით რასაც განსაკუთრებით ალუჩევის და ტყევნების ყვავილობა ქვია რომ გაზაფხულზე მთელი ბუნება რო ყვავის მართა ქორწილი აი ქორწილის მომზადებისთვის არის შემზადება მთელი ეს რიტუალი მთელი ბერეკაობა უცნაური რამე უნდა გითხრათ რომ აქვე მიწერია ბერეკაობის კავშირი პოემასთან ბერიკებს ნიღბებზე უკეთიათ არც მეტი არც რაკები ფრთა აი ფრთები ამშვენებთ მათ ეხლა გაგეკვირდებათ რომ სად ბერიკა სად ფრთები რა კავშირში უნდა იყოს პოემასთან საქმე იმაშია რომ მურღა ზანზარი საიდანაც იყო ფრიდონი ნიშნავს რომ ფრინველიც ეს არის ბუნებრივია ზოგადად გამსახურდიას სახისმეტყველებიდან პოემის ანუ მან უდიდესი გამოკვლევა მიუძღვნა პოემას და ფრიდონი ნიშნავს იმეს სარწმუნოების იმეს
ერთი სიტყვით ეს ბუმბული აი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ როგორც სული მიიტვის ზეგზნობადი სამყაროსაგან, აი ესე მიიტვის ფრინველი ცის სიმაღლებისაგან და ამიტომ არის ფრინველი მოსავთ ჩვენს დალოცვილ ბერიკებს. ერთ სიტყვით ეს არის ნაყოფიერების, ეს არის ბარაქიანობის სიმბოლო და მათ უკეთია არცლაკები მე საკუთარი თვალით მიხილავს სარკეც, რომელიც სარკეც ბუნებრივია მოგაგონეთ თქვენ თინათინს, იმიტომ რომ ისევ ზიად გამსახურდია აი გამოკვლევებით თინათინი, ათინათი ნიშნავს სარკეს, ანუ გონება, რომელსაც უნდა აისხლიოს ის ზეციური სიბზნე, ამდენად თინათინია ინსპირატორი, რომელიც ავალებს ავთანდის მთავარ დავალებას წადის წყმა სამწეს ძებნეო და გახარებული ეუნება ავთანდელი თინათინს ამ შეიგი რომ მე სიკვდილს მოველოდი შენ ცხოვრება გამიწამი, ანუ მაადვილოდ მიქცეო. ეს სიტყვით ბერიკების ეს საკეც იმის მიმანიშნებელია, რომ მთელი პოემის რიტუალები ამ რიტუალშია გარკვეულწილად ასახული. ეხლა ბუნებრივია რისი ნიღბები უკეთიათ ბერიკებს. ზოგს მელის, ზოგს ტურის, ზოგს მგლის, ზოგი ტახბერიკა, ზოგს ლომის, ზოგი ისე ნაბდის თექა და ზეჭერი შინ გააჩნია და გახსენდება ყველას დავით აღმაშენებლის ყველა მხედსაგან შეზავებულ მხედსავ ემსგავსე სხვადასხვა ჟამს, სხვადასხვა მგზნარსა, ანუ ამ ბერიკების ჩამოტარება ეს არის სარკე, რომ იმ ყველამ დაინახოს აი ამ სარკეში და აი ამ ბერიკების პროცესში საკუთარი თავი, რომ ჩვენს ისევე ვატარებთ ამ პატარ-პატარ მხედსუნიებს საკუთარ თავში და როგორც ავთანდილმა და როსტევანმა დაამარცხა ნადირობისას ეს სხვადასხვა 200-მდე ნადირი თუ საკუთარ თავში აძლიერე ამ პატარა მხედსუნიებს ისე ვერ მოხდება ეს სული ხსნა და ვერც ჩვენი აღდგომა. აი ეს არის რა ქვია დღევანდელი ჩვენი ამ ლამაზი ბერიკაობის კიდევ ერთი ახსნა და კიდევ ერთი შეფასება. ეხლა ბუნებრივია ყველას თვალწინ დაგედგებათ გნებავთ სვანური ქუდები, გნებავთ თუშების, ხევსურების ტალავარი და მაგაზე მთელი გამოკვლევები არსებობს. სვანური ქუდი რას ნიშნავს? ან თუშური ტალავარი, სამოსი, ქალის თუ კაცის, ან ხევსურების, ფშავლების, ანუ მათი სხეულზე სამოსის სახით უდიდეს სიბზნეს დაატარებენ. ეს უდიდეს სიბზნე და ცოდნა არ ეძღვნება მარტო ზედან თვარეს და არ ეძღვნება მარტო ასტრალურ ნათობებს, არამედ ეს სიბზნე რაც მოსავთ, არა მარტო მოსავთ, ყოველგვარი ნივთი, ეს იქნება კოლხური ცულია თუ ქოთნებია თუ ხანჯალია თუ სკამია, მთავარი სკამი, დედაბოძი იქნება, ყველაფერია დატანილი, კი არა და შენ საუბარი ქონდა აი ამ ქადებზეც კი სპეციალური ხესაწყო არსებობდა წრიული მოსაჭიჭიკებელი, ანუ ბეჭედი, ითაც ნიშნავს სამდენ პურზეც, რიტუალურ პურებზე, ქადებზეც, ხაჭაპურზეც, ეს იყო ამას ეძახიან რაჭაში მოსაჭიჭიკებელი, მოაჭიჭიკებდნენ აი ამ იმით სიმბოლოებით და მე აი ცნობილი მკვლევარია ქაბატონი დალი იკვლევს ამას, რომ რაჭაში ეძახოდნენ განატეხ პურს. ეს განატეხი პური რა იყო და რატომ აი ბიჭირვეუნება გოგოს მომიტეხეჭადე მოკითხა ყველსაო და რატო ხდება ამ იგივე უღეზე გატეხვა და არა გაჭრა, რომ ესე იგი უნდა გაეკეთებინათ, გაემზადებინათ ქადა სპეციალურად, უბრად უნდა მოემზადებინათ ყველაფერი, უბრად უნდა გაეროს ფეხში შველად ქარებს იმ დალოცვილი მრავალძალის ტაძრისკენ და უნდა მლოცვეს მოეტეხა და დაელოცა ის ადამიანი, ვინც ხელდამშენებული მიადგა მას ამ განატეხს ქვიოდა სპეციალურად ამ ქადას და ასე ხდებოდა ამ ოჯახისგან გაცემა მადლის და წყალობის და სამაგიეროდ მიიღება დალოცვის და კუთხევის. აი ესე იყო ამ განატეხი პურის და არა მარტო ზოგადად, ასე რომ იმ გზაჯვარედინზე პურის ქადის გატანა აი აქ რა ქვია ამ განატეხი პურის ისტორიაც ნიშნავს იმას, რომ რაც ჩადებულია იქ ქადაში,
რაც შეგვიძლია ქადაში ეს გულსართი ხავიწია თუ ფქვილია დაუშვათ ხალხთან და მაერთან ერთად ტკბილი ქადების არსებობს ეს არის სიმბოლო ნიგზიანი ქადების ეს არის სიმბოლო გულის სათნოებების გულში რა გზნობაც გაგაჩნია სიყვარული მეტევება სასვება მოფერება ამის სიმბოლო გამოსახული აი ამ ქადებით ერთი სიტყვით აი ეს ბერეკები რითაც შემოსილები არიან ეს მათი სამოსი მათი ეს ნიღბები და აი სვანური ქუდი თუ აი ტალავარები არ არის პატარა ამბავი ეს არის გარკვეული ცოდნის გარკვეული სიმბოლიკის მატარებელი რა თემებზეც დღეს პრინციპში ჩვენ ძირითადად ვისაუბრეთ ეხლა ერთ-ერთი ლამაზი რამ რაც არის ეს ღვინო არ იყო წარამარა ანუ ადამიანი თუ კი დაისეთყოდა და გახედი ძირითადად დაავადებული მხარია მაქრი რომ არ ვიცი კავკასიონის და ალაზნის ველის ამბავია რომელიც ულამაზესი სანახავია მაგრამ იქ წარმოქმნილი კლიმატის ძალიან ხშირად ისეთყება ფაქტი ერთია რომ ოდითგან კახეთი ხშირად ისეთყებოდა მაგრამ როგორც უნდა დასეთყილიყო ნამც ყურძენს მაინც მოკრიფავდა ხალხი მაინც დაწურავდა საგანგებოდ ჩაასხავდა და აი შემდეგ რომ არის ლექსი რომ თხამათქვა ქორწილს ვაპირებ ღვინო ჩავასხი ნასეთყვი მეცხვარი წავართი თუ იტირებს და ბანს ვეტყიო ეს ნასეთყვი ღვინო არის საგანგებოდ შენახული ღვინო ამ თხის წყავიანი ბერეკების რო ჩაესხა და გაეტანებდა იმიტომ რომ ეს იყო უდიდესი მადლი და უდიდესი წყალობა და თუკი დევების მთავარი მოვალეობა ფილმი ცისკა და ზღაპარი ცისკა და ყველგან მთელ ზღაპრებში მთავარი მოვალეობა არის წყლის დაკეტვა ესე იგი აქ წყალი კი არ ნიშნავს მარტო დასალევ წყალს არამედ წყალი ნიშნავს რასაც ეუბნება მაცხოვარი სამაეტელ ქარს იაკობის ჭასთან მემოქცე მუკვდავების წყალს რომელიც მუდმივად იდენს აი ამ წყაროს კეტავდა ეს ბოროტი ძალა აი ბერეკები აი ამ ცისკარასავით ამ წყაროს წყალს ესე იგი პირიქით უშვებენ ეროსიოს წყალმა იდინოს იმით რომ ისინი კარდაკარ ჩამოვიდიან და სოფელს ეძება საშუალება რომ ეს სიკეთე გაიღოს ეხლა ჩვენ მივადეკეთ ბუნებრივი არის იმას რომ ეს ყველაფერი ეს კავშირები როგორ შეიძლება ადამიანმა დაინახო ქრისტიანული საწყისი ბერეკაობაში ან სხვადასხვა რიტუალებში მე და ქარბატონიას ქონდა ამ თემაზე საუბარი რომ როცა საუბარია მთიელებზე რომ ფხოვენი ჯვარცმსახური არიან ხოლო ქრისტიანობას იჩემებენ აქ არის იმ გაგებით ნათქვამი რომ იბრალებენ კი არ იბრალებენ მართლა ქრისტიანები არიან და ეს რიტუალებიც წმინდა ქრისტიანულ სულს ატარებს თავის სიარში და ეს იყო დღევანდელი ჩვენი ქადაგების ჩვენი ლექციის და ჩვენი საუბრის მიზანიც ეხლა მივადგეთ იმ საკითხს რომ როგორი ეპითეტებით ამკობს საკმო ღვთისშვილებს მათ შორის იახსარს და კოპარს ლაღი იახსარი და ლაღილაშაი ჯვარი რას ნიშნავს სიტყვა ლაღი სიტყვა ლაღი როგორ უნდა იყოს ღვთისშვილი ლაღი ანუ რითი უნდა იყოს ლაღი ორი რამით ერთი რომ მას აქვს მიცემა დამბადებისაგან ესე იგი შემოქმედისაგან უფლება და ის ალაღებს ანუ მორიგე ღვთისაგან სამყარო შექმნისაგან და მეორე ლაღია იმიტომ რომ იმედიანი ვაჟკაცი ჩვენ ბატონს ებედებისა და წყალობა თავისი ყმისის ემეტებისაო ანუ აქედან გამომდინარე იმითაა ლაღი რომ საკმო ალაღებს აი კარგი ქმარი იმითაა ლაღი რომ ცოლის ღირსება და პატიოსნება ალაღებს მისი სიყვარული აბა როგორ იყო ზაქე როცა იძახეს რომ მე ხვალე დავარიგებ ყველაფერს 4 მაგას რაც მე წამიგლეჯიაო და მასხვარი ამბობს რომ დღეს ცხონდა ეს სახლიო როგორ უნდა ცხონდეს მაშინ უნდა ეთქვა დღეს ცხონდა ზაქე მაგრამ თვალი შეალო იქაურობას მაცხვარმა როცა დაინახა გაბადრული და გაღემებული მეზრეს ზაქეს ცოლშვილი თქვა რომ დღეს ცხონდა არა ზაქე არამედ ცოლშვილი ანუ ცოლშვილი ალაღებდა ზაქეს და მათგან ქონდა მას ანთებული მწვანე შუქი და თანხმობა რომ ეს განცხადება გაეკეთებინა ამდენად
ხერსურო ხმალი გალაღებს ფშაველო ენამ ჭრელიო რა ალაღებს აი ამ ხერსურს ხმალი ალაღებს ფშაველს ეს კაფეობა და სიტყვა პასუხი ლექსაობა ხო რითი რა ალაღებს კოპალაზა იახსა და ლაღილა შეიჯვა რითი არია ლაღები თავიანთი საკმოებით და რატომ არია ლაღები იმიტომ რომ რაც მამბაო ჩონოშია მოცებული მთავარი ფოუნლა რასაც ვეუბნებით უფალს რასაც გვეუბნება დავით გურამიშვილი რომ გიყვარდეს ღმერთისჩენი როგორ უნდა გიყვარდეს აბა ყოველდა სული და შეინთა ყოველდა ძალი და შეინთა ყოველდა გონები და შეინთა და მაინც როგორ უნდა მიყვარდეს ამ გასაგებს გვეუბნება დავით გურამიშვილი შეიყვარე საყვარელი ანებიერეო ანუ ესე იგი მიეცი უფლება ღმერთს რომ თავის შინება გაატარო შეში ნუ ეურჩები ნუ ეჯიკავები და ნუ ეწინააღმდეგები და მაშინ ღმერთი ბედნიერი და ლაღი როცა ხედავს შენში იმას რომ შენ მას ენდობი და ამიტომ ჩვენ რო შევდივართ ეკლესიაში და მონახთისა მხევარი ღვთისა რას ქვია მხევარი და რას ქვია მონახთისა ამ მონობაში და მხოლობაში ის მონობა კი არის გულისხმება არამედ მონახთის არის რომ ენდობი ბოლომდე შენ ბატონს და შენს უფალს რასაც აკეთებს მაგრამ ნახეთ მაცხოვარი ასაბობს თქვენ დღეს ამას იკით ხართ მეგობრები იმიტომ რომ მონამ არ იცის რას აკეთებს მისი ბატონი ხოლო მეგობრებმა იციან რას აკეთებს იმიტომ რომ მე თქვენ ყველაფერი გადმოგეცდა ყველაფერი გაგებხილეთ ამდენად მონობა მეგობრობაში გადადის ანუ სილაღე რაში მდგომარეობს კოპალაში ლაღი ახსის და ლაღილა შეჯვაის თავიანთი საკმოები თავიანთი მრევლით არიან ისინი გალაღებულები იმიტომ რომ ქრისტიანობის უწინარესია თავისთავად ცხადია ეს ამბები რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ იმათმა უთხრეს როგორც მამაო ჩვენო გიბოძა ხო სამეუფლო ლოცვა მაცხოვრმა როგორ ვილოცოდა და ასწავლა ანუ იყავნება შენი აი ეს იყავნება შენია თავარი ფრაზა იქაც საკმო ეუბნება ბატონს იყავნება შენი და ამით არის ლაღი ამდენად ამ ტერმინში ლაღი იახსაი და ლაღი ლაშაი ჯვარი უკვე ჩაასო ქრისტიანობის მიღებამდე ჩვენ ვიყავით შინაგან ქრისტიანები და იმ პრინციპებით ცხოვრობდით რა პრინციპები ჩადებულია და გადმოცემულია ქრისტიანობაში ეხლა ბუნებრივია მე უნდა აუცილებლად შევეხო ჩვენს ლამაზ ეპოპეას რომელსაც ქვია რწყილი და ჭიანჭველა იმიტომ რომ ეს რწყილი ჩვენ ბერჯო გისაუბრია მე და ჩვენს მეგობრებს არის სიმბოლო როგორც გონების რწყილი აღთაწყილი დაღთაწყილი გადაღდა და ჭიანჭველა არის ცნობიერების სიმბოლო რომელიც ჩავარდა აი ამ მდინარეში ეს მდინარე არის წუთისოფლის დინების სიმბოლო და გნებოთ არაცნობი დააქვით გინდათ ქეცნობიერი თავარია რომ ჭიანჭველი ანუ ვეღარ გაურკვევია როგორ მოგიძნა არ იყო ნახტომი ამდენად ხავს მოეკიდა წყალწაღებული კაცი ხავს ეკიდებოდაო და როგორ იქცევა მთელი სამყარო გულშემატკივრობს წყილს ანუ თანაუგზნობს საკმაოდ ერთი პატარა ჭექაქუხილი ერთი პატარა წვიმა აღვარდებოდა ეს რუდა იმ ჭიანჭველს წაიღედა მაგრამ გარინდებული უყურებს და ელოდება სამყარო ამ რწყილის მთელ ამ რუდუნებით მივადა სხოს ამ მუხასო მუხა მომერკორ კოსმიუტა ღორს ღორი მომშე ჯაგას ზუსტად მზიური პოემა არის ეს ნაძლევი პოემა რწყილი და ჭიანჭველი და ზღაპარი და არა მოთხრობა იმიტომ რომ ჩაუგდებ დაუგრევ თოქსა ბაწასა ჩაუგდებ და ამოიყვა ჩეზობის ჭიანჭველასა აი ეს ღორის ჯაგარი ანუ მზის სხივები ანუ მზიური იმით უნდა ამოვიდეს ეს ცნობიერება ამ დინაიდან მეორე გაგებით შეიძლება რწყილი სულად სიმბოლოა ქრისტიანობის და ეს ჭიანჭველა კიდე ძველი წარმართული რელიგიის და როცა ამოვიდა და საბოლჯამში როგორ თავდება ჩვენი ზღაპარი და ეს ლამაზი პოემა რომ გადავხევენ ხელს და რწყილი და ჭიანჭველა გაუნდგნენ გზას აი ერთად მოდის ამ ბერიკაობის ამ ყველაფრის საკითხის წარმართული ქრისტიანობრივი ძველი რიტუალები ტრადიციები რომელიც არის ერწყმის ქრისტიანობას თორემ ამირანი წინარე ქრისტიანულია მაგრამ ზღაპარში ასახულია რომ ქრისტიანობა დაეჭიდა ანუ ესე იგი მე შევიდა ქრისტიანული ელემენტები ეს გამოთქვა წინარე ქრისტიანულია რომ ქაჯავეც რასიარები გიორგი მგლისაფერაო ვალიმიკი და ვარს ვითხოვ რაც გითხავ ქრისტეს დედაო ის ქაჯავეთის დალაშქრას მანავდის მოხდა ამდენად
ამაში არაფერია უცნაური, რომ ძველმა წარმართულმა ლექსებმა, ფერხულებმა, სიმღერებმა, ყველაფერმა შეითავსა ქრისტიანი, უნდა შეეთავსებინა კიდეც. ამიტომ დღევანდელი ჩვენი აი ამ გადაცემის თემა იყო, რომ როგორ შეიძლება ვეძებოთ ამ რიტუალებში არამოდო კავშირი ერთმანეთთან, კავშირი პოემა ვეფხისტყაოსანთან, ქრისტიანობასთან, იმიტომ რომ ხალხის წიაღი ამას ვერ შემოინახავდა. რაც უნდა დიდი იყოს შოთა რუსთაველი, რაც უნდა დიდი იყოს შოთა რუსთაველი ვერ იქნებოდა ასეთი, რომ არა ხალხი და ერი ვის გამოც დავით გურამიშვილი იძახის, როდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავ თხეველად ფეს ღრმაყო შტონი უჩინა ზეთხილი მოიწედაო ფეს ღრმაყო კი ბატონო შოთა რუსთაველმა ფეს ანუ პოემის ფესი ღრმაყო მაგრამ იმ სიგნაში თუ არ არის ნიადაგი და მასალა წვეინდა ენერგია რას ამოიტანს ის ფესი ვერაფერს ამდენ დაახდა იქ იმ სიგნაში ის უკუპენას მოხდა აი ამ პოემაში ამდენად მთელი ჩვენი სიმღერები გალობები სამოსი რიტუალები ეს ბერეკაობა წელი ეს ყოველთვიური ყოველ ჟამიერი ამ ინახავს იმ დიდ უკვდავ სულს რომელიც სულიც გამოტარებული არის ჩვენ ცეკვებში სიმღერებში ასომთავრულში სამოსში და ამ ტრადიციებშიც ეხლა კახეთში ასევე 3-4 სოფელია გავაზი ჭიკანი ახალ სოფელი რომ მიმართავენ ასეთი გამოთქვით რასამო ვერან სხვაგან ეს გამოთქვა არ შემხედრია რაც ქვია ეს ვერანი რა ვიცი ჩვენ გავერანებული ვენახი ანუ უპატრონო ვენახი ანუ მიგდებული ვენახი რატომა ის ადამიანი ესე იგი ვერან ვისაც მიმართავს მეგობარს ან დიდი ხნის უნახავი იმიტომ რომ შენ ღმერთმა მიგატოვა კი არა მაგიტო კი არის ვერან იმიტომ რომ მე მიგატოვე და უჩემობამ გაგავერანა ანუ ესე იგი გაგაღარიბა ამდენად ჩვენ ერთმანეთს ჭიდებით ამ მიმართვაში ზეგაჩანს რომ ჩვენ ისევ ჭიდებით ერთმანეთს როგორც ეს ბერეკები ჭიდებიან იმ სოფლის მოსახლეობას და იმ თავიანთი კადაკარსიაულით მათ ცხონებას და მათი მადლის მოხვეჭას უწყობენ ხელს და ბერეკებსაც ჭიდებათ მათი დახმარება ამიტომ რუსულადაც არის ეს სიტყვა ია როცა ადამიანებს სულ საქმეს ჩაიდენს და ეტყვიან რომ ესე იგი რატომ მოიქეცი ესე პასუხი არის ვინ უშდენი ვიყავი ეს ვინ უშდენ ნიშნავს რომ თქვენ მე მჭიდებოდი დღეს ვინ უშდენზე და რა გიღა თქვენ არ იყავით მე როგორ მოიქეცი ესე როგორც მოიქეცი ანუ მე ჩემს ამ ქცევაში თქვენ სახარ დამნაშავეები იმიტომ რომ მაკლი ხართ ამიტომ შენდობის დღე ანიშნავს იმას რომ შენ რაღაცა დააშავე ამიტომ ეხლა მე მოვა შენთან და ბოდიში მომიხადე არა შენ დანაშაულში მე უნდა ჩემი ბრალეულობა დავინახო ეგაც წესვენთის შენდობა მიტევების დღე ის კი არა რა ქვია რომ ესე იგი შენ უნდა მომიტევო არამედ მიტევების დღე ნიშნავს იმას რომ ძალიან კაი გამოთქვა არსებობს უტიე ნიშნავს გაატარე ანუ ესე იგი მიტევება ნიშნავს რომ შენის წყენა შენის ბოღმა შური შენი მეგობის ახლობის მიმართ უნდა გაატარო და უნდა დაისადგურო შენში ეგ არის მიტევება ანუ ესე იგი უნდა გაუშვო და უნდა გაიდგას შენში ღუზა უნდა ჩაუშვოს ეგ არის მიტევების დღე და არ არის რომ შენ დანავი მე შენ გპატივებ არა მიტევება უნდა ამოიღო გულიდან რაც ამიტომ ბერეკაობასთან კავშირში ეს სიტყვას და ყველანაირად ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ჭიდებით და ამის შეხსენებაცაა ჩვენი ეს თავარი რიტუალი ბერეკაობა და ჩემი საუბრის დასასრულს თუ რამ შეკითხვა გექემათ ვკითხე და გიპასუხებთ ეს ბავშვები მაინც სასწაულები არიან კერძოდ ვაჟა-ფშაველა უსულო საგნებს სულის თავბერე ავასაუბრე ლოდები კლდისა და როგორც მეფე გავათანმემ წირი ბალახის ქუჩი მთისა მადლი ფენია მარჯვენაზე დალოცვის მაღალი ღვთისა ანუ გასაგებია ავასაუბრე ლოდები კლდისა და განასულია მთელი ბუნება ვაჟა-ფშაველამ მთელი შემოქმედა ამის დასტურია თაიამ შემაშვილიშვილმა დახატა დახატები მომიტანა და იმას სტაფილოს და ჭარხას აქვს დახატული თვალები ცხვირი პირი რო ვეუბნები რომ ათუდან სტაფილოს ესენი ხო ხედავენ პაპაო და ესენი ხო ლაპარაკობენ და ეხლა უმტკიცე რა ქვია რომ ესე იგი
ანუ აიღებს რაღაცას და მე ეს წავიყვანე, ნუ უსწორებს, კი არ წავიყვანე, წავიღე, არა წავიყვანე რა ქვია, ანუ ჩვენ გრამატიკულად ვაზრუნებთ, ის ბავშვები ღვთიურად აზრუნებენ. ეხლა გუშინ იყო აქ მოსული, მეგობრები იყვნენ კიდე და ჯერ მხერის რაღაცებს აკეთებს და მე ეხლა ჩემი დაბადების დღე არისო და უყვარს ხოლმე ამ სანთის ჩაქრობა, ვითომ რაღაცა ტორტი არის, რიტუალი მოსონს და ეს რიტუალი ჩავატაეთ. ეხლა უნდა დამლოცოთო და რო დაინახა რომ შეგი ჩვენ ამ თამაში არ ავყევი და არ ვიცი რა თქვა, მაშინ მე ვიტყვი სადგეზე როსო და დაიწყო ნუნუს გავამარჯვო ბებიასაო, მაგრამ მე უცბად არა, ყველა ბებიებს გავამარჯვოსო. მე ელენეს და თედოს გავამარჯვოსო ბიძაშვილებს, მე თქვენს გაგემარჯვოთო, არა, მოდი ყველას გავამარჯვოსო. მოდი ამ სურათებსაც გავამარჯვოსო, მოდი ყვავილებსაცო, თომსაც გავამარჯვოსო, ყველაფერსო. ბავშვო მთელი სამყარო დაოცა, ერთ წუთში მოაცია მთელი სამყარო. ამიტომ როცა მთელი სამყაროს ლოცავ, აი ეს არის ყაენის თუ ბერეკაობის თავარი ამ ხელმწიფის პირველი პირის ნათქვამი ფრამ, ეს არის დალოცვა ღვთისმიერ შექმნილ სამყაროში. დიდი მადლობა გვანდოთ ყურადღებისათვის. მეგობრებო, თუ რამე გავს საფრთხელი გთხოვთ. ბატონო? რომ ახალგაზრდა მარიცის თბილისში ყაენის თარო არის. რა არის? სადაც მონუმენტებია ეხლა. სად ზღვაზე? თემგან. ყაენის თაქვია? კი, ყაენის და სადაც ბერიკაობა აღნიშნებოდა. საქმე იმაშია რომ ინფორმაცია გაქვთ ყაენის თავსთან. არა, არაფერი, მე ესე იგი უბრალოდ გეტყვით რომ მახათასმთა დაკარგულია ბევრი შინაარსი იყო მეხთამთა. ანუ ეგ იყო ელიასმთა, მანდ მეხი ვარდებოდა, ადგინდებოდა გამომდინარე, ესე იგი აგვიზით ჩვენ ელექტროშონია და მაღაზია წინ სიტყვას როგორ ვიტყვი რომ ესე იგი ენერგეტიკული ველები არსებობს დედამიწაზე, სადაც ეკლესიებია, ტაძრებია, მონასტრებია, მთებია. ამიტომ იმ სადაც ელიას თავი იქ იზიდავდა, იქ რაღაცა ხდება იმ თის შეგინთ, რომელიც ის განმუხტული და იონიზებული ელვა მოდიოდა, ეცემოდა და შეაქვეს მეხთამთა, ხშირ ვარდებოდა. მეხთამთა გადავიდა მე აი ამ მახათას მთად. იგივე ეს ყენი არანაირი კავშირი არის აბსოლუტურად იმ დამპყრობელ არაბ და სპარსელ ყენებთან. არანაირი კავშირი არის სვაენში ამას ეძახოდნენ ზეენობას. ანუ ეს ავაყენე არის ზეჯადგომას ნიშნავს. ანუ თვითონ ეს ცნება ყე. ანუ ესე იგი რაღაც ზენას ნიშნავს. როგორც მთავრდება ფერიდანელი ქართველების ყოველი სიტყვა მთავრდება წავიყვანე ჩვენ ხო ყეს უმატეთ, ისინი უმატებენ მივეცი ყე, მოვიყვანე ყე. ამიტომ ეს ყე ნიშანს აქვია, როგორც აი რაჭურში არის ხო, წყალუკა და ღვინუკა და ეს კა არის სამყაროს სული. ანუ გეუბნება მაგით რაჭველი ყველა ნივთში, ყველა საგანში ღვთიური სული და ღვთიური სიცოცხლის საწყისია. ეგ არის კაათი რო აბოლებენ, ხეუკა და ტყეუკა და წყალუკა და შვილუკა და კაათი რო ბოლოდება, ხო? ამ ხრა დიდი დუმალება. ის ფერიდანმა ქართველებმა შემონახეს ბოლოში ყე, როგორც ყველაფერი რაც აქ არის ზეციდან ბოძებული, ანუ ძანი ზეციერი განაგებენ აქ ქნაცა. ამიტომ ეს ყეენობა არის ზეენობა, ანუ ზენა სამყაროს აი უშუალო ადგილია, სადაც კავშირი გააჩნია და არაფერი კავშირი გააჩნია იმ სპარსულ რაღაცებთან. ამიტომ ეგეც ქარაგმა რომ ეს ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებიო. ანუ ეს გამოთქვა რომ მე მაგისი ინჩი ბიჩი არ ვიცი და ეგ ჩემთვის სპარსულია. სიტყვა სპარსულია იმას კი არნიშნავს რომ მართლა სპარსულია. ამ ტერმინით სპარსულია აღინიშნება ის ამბავი როგორც სადმიდიხარ და ჯანდაბაში. ეს ჯანდაბა მართლა იყო ინდოეთში ქალაქია და იქ რომ მიდიოდნენ მიყვებოდნენ იმ მტერს დასალაშქრებად, იქიდან ვეღარ ბრუნდებოდნენ და ამიტომ ჯანდაბა დღეს ნიშნავს რაღაცა მოუსწავლეს. ანუ ადგილი საიდანაც ვეღარ დატრიალები. სპარსული ნიშნავს გაუგებას, ჩემთვის გაუგებას და არა წარმომავლობით სპარსული. ამიტომ ეს ყეენობაც არის უფრო ზენა სამყაროსთან კავშირში ვიდრე ამემეთან. ამის თქვენ შემიძლია მარტო ამ ეტაპზე მაგას ამემართებ. თუმცა შესაძლოა ამ ტექნოლოგიას კონდეს გარკვეული ახსნა და გამიხარდება თუ კი ვიღაცა ამ კომენტარის სახით დანდადი, ვისაც მეტი გააჩნია. ისე მინდა თქვა რომ დღეს ბევრი მკვლევარია საქართველოში ძალიან, რომლებიც იკვლევენ და ვაჟა-ფშაველას იყო ამის მოყვარული და მისი ძმა თედორ რაზიკაშვილის და უამრავი ყოველ წყაროს, ყოველ გორას, ყოველ ფერდობს, ყოველ მთას, თითოეული მთა განსაკუთრებით სვანეთში, რაჭაში, ყველგან კავკასიონზე და იმ ესე იგი თრიალეთზეც
თითოეული გორა, თითოეული მთა არის ამა თუ იმ ღვთაების ადგილი. ამა თუ ღვთაების ადგილი კი არა, მარტო კი არა, თვითონ მდინარეც კი, წმინდა ტბები. ამიტომ როცა გეუნებიან რაჭაში, სვანეთში, აფხაზეთში რომ თუ კიდე რომ წვიმა მოვიდეს, აიღე ქვა და ჩააგდე მდინარეში, ბუნებრივია კითხვა ისმის, ხო? რატო უნდა მოვიდეს წვიმა, მე თუ ავდგები და ქვა ჩავაგდებ ტბაში, იმიტომ წმინდა იყო ის ტბა და იმ სიწმინდის შელახვა იწოდა ღვთისგან განწყობა და მოდიოდა წვიმა. ამდენად ტბაც წმინდა იყო, მდინარეც წმინდა იყო და აბა როგორ არ იქნებოდა წმინდა, როცა იორის და ალაზანის ერთყუპი ძმები გამოდიან ბორბაროს მთიდან, რომელსაც არცმენტი არცნაკები სახელად ჰქვია ბარბარეს მთა, წმინდა ბარბარეს მთა არის. ამ წმინდა ბარბარეს მთიდან გამოდის ორივე წმინდანის სახელი ჰქვია და ასე რომ ყველა მთა ფაზისია თუ რაჭაში განსაკუთრებით ყველა ამას იკვლევდა მამა ალთანე გიორგობიანი, აკაკი გასვიანი, ბევრი მკვლევარია ძალიან იკვლევს, რომ ესე იგი მათი სახელწოდებები არის კავშირში ღვთაებასთან, როგორც გუდაურის მთა არ არის მართალი. ამიტომ არც გუდაურია სწორი ადრე იყო ღ, რა კი არა რუსებს ღ, ჩაანაცვლეს გთი, ანუ იყო ღუდას მთა. და იმიტომ რომ ღუდვა ნიშნავდა წვას, ანუ სხვებს შეწირვას. ამიტომ იმ ღუდაურში, ღუდას მთასთან ხდებოდა მთავარი რიტუალები და დაერქვა ამასაც ღუდაურის მთა და ღუდაური და მე ეს ღ გადაკიდა გ და გუდაური არაფერს არ ნიშნავს. და ღუდვაც და მღვდელიც აქედან მოდის, ვინც ღუდავს, ანუ სხვებს წირავს. ასე რომ ამ ასოთა ცვლილებამ გამოიწვია, რომ თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ეს კი არა, მე ვიყავი იას დაურეკე უბედნიერესი, აი უბედნიერესი, როცა ერეკამ და ია მათხოვეს პარმენ მარგველაშვილის წიგნი, პოემის განხილვა, ვებს ყაოსნის და იქ გადავეყარე ფინალში, როგორ მთავრდება პოემა. ყველა ნაწარმოები მთავრდება, პოემა მთავრდება, რომ კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს, ასე და თხადამგელი ერთად ზოვდეს და აქ ესე იგი რა ქვია, ჩაუვარდა ვერსია ბატონ პარმენს და სხვანაირად ამთავრებს პოემას, რომელიც ძირფეს ფინანს ცვლის მთელი პოემის შინაარს, ანუ კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს კი არა, ესრეთ წოვდეს. და რაც ქვია, ესრეთ წოვდეს, რა განსხვავებაა? ესრეთ წოვდეს ნიშნავს, რომ აი ამ ტარიერის და ავთანდილის და ფრიდონის სამეფოებში, სადაც ისინი გახერწივდნენ და გამორჭმულდნენ და ქრიობონი დაამდიდეს და ავაზაკნი დააშინეს და წყალობას ავითათავსა მოათოდეს და ამ დროს კრავი ცხვართა ამ გარემოში წოვს, აი მაშინ გადადეს ამ ცხვარში და მთელ გენეტიკაში ამ სახელმწიფოში რაც ხდება, რაც ადამიანის დროს მიწა დაიწყევლა, აქ ხდება კურთხევა მთელი ამ ქნილების. აი ეს სხვანი დასასრულია. ერთმა იმმა თავდაყირა დააყენა მთელი პოემის შინაარსი, როგორც ნათარგმნი ბიბლია თანამედროვე ენაზე შინაარს უკაკავს ყველაფერს. კერძოდ აი მე შევეხები მამაოჩენოს. მამაოჩენოში არის დღევანდელი მამაოჩენოში, რადგან ძველად იყო ვითარცა და რადიკალურად სხვანაირია. დღევანდელი მამაოჩენო. მოგვიტევენ ჩვენ თანადამი ჩვენი, რადგან ჩვენ მივუტევთ, ანუ ევაჭრები ღმერთს. რომ რაგიღა მე ვაპატიო, ესე იგი ვინც ჩემთან რაღაც დააშავა, ადაკიდა შენს მაპატიო. ვაჭრობა, სულთა ვაჭრობა. აბა რა ხდებოდა ძველ მამაოჩენოში, ძველი სტილით დაწერილში. მოგვიტევენ ჩვენ თანადამები ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევთ მამართ შეითავდედომა ჩვენთან. ანუ რა გულითაც მე მივუტევებ და რა განწყობითაც მე მივუტევებ, იმ გულით, იმ განწყობით და იმ ოდენობით, ანუ ეს ვითარცა არის საწყაო. 10-მა დააშავა, 10-დან 3-ს მივუტევ და 7-იც მიტევება არ შემიძლია, მაშინ ჩემი ჩადენიდან ღმერთო 3 მომიტევ და 7 არ მომიტევ. ანუ ესე იგი ეს მამაოჩენო მე თავს ან ვილოცავ და ვიკურთხებ, ან და ვიწყევლი, ესე იგი იმიტომ რომ მე ღმერთს ვეუბნები, რომ როგორც მე მოიქეც, ისე მომეკეცე, აი გარი ვითარცა. ნამდვილი შინაარსი, ამ შენზეა დამოკიდებული უფლის წყალობა და ამ რადგანში არის ვაჭრობა. ამიტომ ესე ცვლილება არ შეიძლება 100-საც კი. როგორც მაგალითად რუსულში გ არის ძალიან ძლიერი ასო, მადლობა არაფერიც არ არის. დღევანდელი რუსული გაგებით სპასიბო. მაგრამ საკმარისი იქ დაამატო ის ასო, რომელიც ამოგდებულია სპასიბო. ნიშნავს სპასიბო იმას, რაზეც საუბარი ქონდა, რომ იმ ბერეკაობაზე, რომ თუ შენ იმ ერთ კვერცხს მომცემ, ჩუჩხერას მომცემ, შოთიპურს მომცემ, მაშინ სპასი იწებებო ღმერთმა გიხსნა და გადაგაჩინოს ამ ადლის გამო.
ამიტომ მთელი ხსნის მოძღვრება ამ სპასი ბოქში. გზაიშა დავჭა სპასი ბო. ასე რომ ჩვენ ვაშავებთ, თორსა იკვლევენ ამას, იკვლევენ ყველაფერს. ეხლა მქონდა ქალბატონ თამარ ასანიშვილს წყინვალე წელი, რომ სიტყვა სიმზისხივიაო და ტყვეობაში, ანუ ღმერთი, მზისხივი, ღვთისმსინათლე, ღვთისნათელი, აი დატყვევულ სიტყვაში. ამას იკვლევს ქალბატონი ზაირას და უამრავი ნანადოიძე და უამრავი მკვლევარი იკვლევს იმას, ქართულ სიტყვაში არის დიდი ღვთის საუნჯელი, მოდებული, ჩადებული აბა რა არის. მაშინ ივანე ზოსიმეს ქართული ენა შემკული და კურთხეული. და ეს შემკული და კურთხეული დაწუნებულია, იმიტომ რომ ესე იგი დღეს დაკარგული ხშინას. ამის მკვლევარია იყო რევაზ ბადაიძე, ამის მკვლევარი არის ზაალ ოფსიანიძე და უამრავი ადამიანია, წყინვალი ადამიანი, ქალის და კაცის, ვინც მიუტრიალდა იმას, რომ სიტყვაში არის დიდი მარგალიტი, დიდი საუნჯე, რომელსაც გარედან გარკვეული კაკალევით წენგო. ეს წენგო უნდა შემოეცალოს, რომ დავინახოთ ეს მარგალიტი და განძი. მოკლედ, მე მინდა აი ხა ვიცი რომ დიდი ამბები ხდება ისე და ის საქართველოს ბევრ სოფელში და ტარდება ეს ბერეკაობა და ეს ჩვენი გადაცემა იზღმებოდა იმათ, ვინც ბერეკაობაში მონაწილეობა მიუღია, ვინც ეხლა დღეს ბერეკაობას ატარებს და იმათაც, ვინც უცხოეთში მოუწიათ ცხოვრება, დაბადება და ამ ახალგაზრდობამ არაფერი არ იცის, არც სვენია ბუნებრივი ამ ჭონოობის, ალილოობის, ბერეკაობის გამო და მე ვიცი რომ გვისვენენ, ელოდებიან ჩვენ გადაცემებს და ეს გადაცემაც ეძღვნება ჩვენ ამ შვილებს და შვილიშვილების თაობას, რომლებსაც მოუწიათ დაბადება გაზდა იმ სამყაროში და ყოველი სიტყვა, ყოველი ესე გადაცემა მათ არის სულის სარკმელი. ამდენად მადლობა, იმიტომ რომ ჩაილურის კვიდრები და ყველანი, ვინც დღევანდელ დღეს კიდე იმ საკით აღასრულებს, ბერეკაობას ატარებს, არიან მაგანძურები, ვინც ეს ამ საგანძურს უნახავენ. ხომ აგნებოთ რამე? აია თქვენ. ერთი შეკითხვა მაქვს. აი ესეთი რამ არის, რომ ტახა ღვთაება მოხდება მხოლოდ ბერეკაობასთან მიმართებაში. და აი სხვაგან აბსოლუტურად არსად. ნუ აი ყოფიერიდან გამომდინარე მაინც იცით როგორი რაღაც არის, რომ მაიგივე ტახი, ღორი, რაღაც უფრო აი ესეთ არა ღვთაებრივს თან მიმართებაში არის. აი ამასაც კეთილი, ესე იგი მოდი თქვათ შემავი რომ ქრისტიანობამაც კი თვით შოთას პოემამ და ყველაფერმა უამრავი საუკუნე გამოიარა და უამრავი დანაშევი არსებობს, უამრავი დანაკლისი, უამრავი მიმატებული, ანუ იმ სახით როგორადაც პირველ ქრისტიანები ეგებებოდნენ ყველაფერს და ქრისტიანობდნენ, დღეს ისე ვეღარ ვიქცევით. რასულიც იყო პოემაში ჩადებული, იგივე აღარ ხდება. ამიტომ საუკუნეს მასზე სიუჟეტები იცვლებოდა, პერსონაჟები, მიმატება, გამოკლება, ამიტომ მე დღეს ჩემს საუბარში საუბარი მქონდა იმაზე, რომ მომეძებნან კავშირი ამ რიტუალსა და ქრისტიანობას შორის, მაგრამ თავისთავად ცხადია, ბერეკაობა უფრო ძველია და უწინარესია, ჩვენ წეთაღრიცხვამდე ტარდებოდა ეს რიტუალი და წინარე საუკუნეებში იყო მზის ღვთაება, რითაც ჩვენი ენაც ამის დასტურია და არა მარტო ჩვენთან, აბა რა არის მაშინ სანდი, მანდი, ზონტაგ, მონტაგ, ესე იგი მზის დღე, თვაის დღე, თუთაშხა, ბჟაშხა, ანუ მზე იყო, კვირა იყო მზის დღე, ორშაბათი იყო მთვარის დღე და აი ნეკრეშიაც, იმიტომ იკვლება ღორი, რომ ღორი ითვლებოდა მზის ცხოველად და უпроსტოდ რატო ითვლებოდა ღორი მზის ცხოველად, მაგაზე არსებობს გარკვეული გამოკვლევა, ისე ჩვენი დიდი ეთნოგრაფების, რომ მუხა იყო, მუხა ძირითადი რამ ხე, თავისი განძლეობით, თავისი ვარჯით, თავისი ყველაფრით და მეხთა ტეხით, განძლეობით, როგორც საქართველოს სიმბოლო მუხა წონწილებს, ასე მზის მცენარე იყო და რა გიყა ამ მუხის ნაყოფს ჭამს ღორი, ამიტომ ღორი ითვლებოდა აი მზის ცხოველად.
აქედან გამომდინარე იმ წყედა ჭიანჭველაში სომაი რომ ღორომომი ჯაგარიო მაგითო ფიგურებს აქ ტახბერიკაც იმითო ფიგურებს რომ ეს მაინც მზის რიტუალია მზის ღვთაებას ეძღვნებოდა გაცილება ხდებოდა ზამთრის ბერიკაობით გაზაფხულის შეგებება ხდებოდა ახალი მზის გზაიროცეოდა გაზაფხულის მაგაში ზაფხულის ნიშნავს ნუ ზა არის იგივე მზე და ფხულე თითები არის მზის ხიებს ნიშნავს ეგ არის გაზაფხული ზაფხული ტერმინებიც და ბოლოს ტახი არის ერთ-ერთი უძლიერესი ცხოველი თავისი მედგრობით გამძლეობით გამტანით თავის შეშეული აგე გაარღვიოს რკინას კი დაგლიჯოს ტყვეობას თავი დაახციოს და მე მართლა გეუბნები რომ ფშავში რაღაც ხმები გვესმოდაო დათო მიყვება ნაყევო და რომ მივედიდო დედაყოს მგელი ყავდაო მოკლულიო დაიცია ფეხითაო და შვილები გადაეჩინაო და ამდენად ტახი და საერთოდ დედაყო ითვლებოდა ამ სიძლიერეს ამიტომ ჰქონდათ როგორც მე მახსოვს ოდიში გამოხატული თავიანთ დროშაზე ანუ ხერალდიკაზე იყო გამოსახული ღორი როგორც სიძლიერის შეუპოვრობის სიმბოლო ამ გაგებით უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს მეც ვეღარ გეპასუხებთ ამით ამოწუროს ჩვენ დღევანდელი შეხვედრა და ჩვენ დღევანდელი გადაცემა და მადლობა გულისხმობთ ყველას ვინც შემოინახა სულში გულში გონებაში სოფლად ეს ლამაზი რიტუალები რამაც გადაარჩინა ჩვენ ქვეყნიერება და ჩემი საუბრის დასასრულს მაინც გაოცებას გამოხატავ როცა ამდენი შემოსევები ამდენი ბრძოლები ამდენი თავდასხმები იყო და ყოფნა არ ყოფნა გვიჭირდა როგორ იცოდა ჩვენი ხალხი რომ მაინც ეცეკვა მაინც ეგალობა მაინც ემღერა და მაინც ეს რიტუალები შემოინახა ამიტომ გავამარჯოს იმ ერს რომელმა ერმა თავისი ისტორიით დაამტკიცა რომ იგი უძლებელია და ჩვენ ერს უწერია ჭეშმარიტ ქრისტიან ერს თქვას რომ მანამ სამყარო არსებობს ჩვენს ვიარსებებს ჩვენი კულტურით და ჩვენი წარუმატებელი სიმდიდრით მადლობთ ყურადღებისათვის